გამარჯობა ბატონო მირაბ, როგორც ვიცი, თქვენ მუშაობთ საქართველოს სახელმწიფო დამცველთა აპარატში. ორი სიტყვით გითხარით, რას მოიცავს თქვენი პროფესია? გამარჯობათ, საქართველოს სახალხო დამცველთა აპარატი მათ შორის მუშაობს ბევრ თემებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის გარემოს დაცვის უფლება. გარემოს დაცვის უფლებაში მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ იმ გამოწვეულ მიზეზებზე, რომელსაც შეუძლია შეახერხოს, რომ ჩანსახ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია განხორციელდეს ქვეყანაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მიმართულებით არის საცობები და საცობებთან დაკავშირებული გამონაკლისი. უშუალოდ გვესაუბრეთ ახლა საცობებთან დაკავშირებით, რა პრობლემებს ვაწყდებით პოლიტიკურ პროცესებზე და რა არის აღმოფხურის ძირითადი საგანი? ბატონო, ამ კითხვაზე შემიძლია გიყვეს როგორც მცხოვრებმა და ასევე როგორც ამ დაწესებულებაში მუშაობ ადამიანმა. ჩემი აზრით პირველ რიგში და ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი არის ის, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურა არ არის გამართული, არ არის ხიდები, ესტრაკადები და მნიშვნელოვანი გზები არ არის მოწესრიგებული, ანუ რამდენიმე შემოსასვლელია მხოლოდ ქალაქში და ასევე რამდენიმე გასასვლელია, რაც არ არის საკმარისი ხელაუბანში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ადამიანები არ იცავენ წესებს, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ასევე იქნება საცობები და მნიშვნელოვანი ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება. თქვენ ალბათ იცით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებით ერთ-ერთი ლიდერია ქვეყანა სამწუხაროდ, რაც ძირითად შემთხვევაში გამოწვეულია ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ წესების დაუცველობით. დიდი მადლობა, ძალიან აუმწურავი პასუხი იყო. ერთ კითხვას კიდევ დაგისვამთ და დღეისთვის მოჩვენე. მოკლედ, თქვენი როგორც მძღოლის შეხედულება, რა იქნება სხვა მძღოლებთან მიმართებაში, რას ურჩევთ სხვა მძღოლებს? რა უნდა გაითვალისწინოთ? ძირითადად ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ დათმობა ვისწავლოთ, ანუ გათვალისწინება სხვა მძღოლების და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება გარდა იმისა, რომ საგზაო მოძრაობის წესებს და ნიშნებს დავემორჩილოთ, რომ ვისწავლოთ ურთიერთკავშირება, რაც გულისხმობს იმას, რომ არ დავარღვიოთ მოძრაობის წესები ისევ თუ საცობში გავართ რაღაც ინოვაციურ გზებს არ მივმართოთ, როგორ დავახცეთ საცობს თავი და სხვა სამით უფრო დიდი დამკვირვება შევქონოთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მაინტერესებს შენი შეხედულება დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე საცობების კუთხით. საცობები არის ჩვენს ქალაქში გამოუსწორებელი პრობლემა. არც დასაწყისი აქვს ამას და არც დასასრული. რთული არის ძალიან ქალაქში გადაადგილება, ბაიკითაც, მანქანითაც, ველოსიპედითაც. ყველაფერი წარმოუდგენელი. კარგი. ასევე მაინტერესებს შენი შეხედულება, რამდენად გეკომფორტულება ორბორბლიანით გადაადგილება ამ ქალაქში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან დიდი საცობებია. ორბორბლიანი ტრანსპორტი არის ჩემი პირველი ტრანსპორტი. სამწუხაროდ გამოცდილება არ მაქვს 4-ბორბლიანის, მაგრამ როგორც ასეთი რამდენი ხანია რაც ორბორბალზე ვზივარ, სწრაფი გადაადგილების საშუალება არის, მარტივი გადაადგილების საშუალება არის რაღაც შეფერხებები, არის რაღაც საფრთხეები გზაზე, მაგრამ მაგის თავიდან ასაცილებლად კარგია თუ უფრო უსაფრთხოდ და ყურადღებით ვივლით ხოლმე ჩვენც ბაიკერებს. ძალიან კარგი. და რას ფიქრობ? ხალხმა 4-ბორბლიანი ტრანსპორტებიდან, ანუ მანქანიდან რო გადმოჭდეს ორბორბლიანზე, იქნება თუ არა ეს შვება ქალაქისთვის, შეამცირებს თუ არა საცობებს? რა თქმა უნდა, ეგ ბუნებრივია, 4-ბორბლიანიდან რო ორბორბლიანზე ადამიანი გადაждდება, გზაც უფრო გათავისუფლდება, გარემოც იმდენად არ იქნება დაბინძურებული, როგორც ეხლა არის, ამ ეტაპზე არის, ქალაქში რო დღის განმავლობაში მილიონობით ავტომობილი გადაადგილდება, ეგ რა თქმა უნდა გარემოზეც მოქმედებს, კლიმატზეც მოქმედებს, ყველაფერზე მოქმედებს და რა იქნებოდა ის ერთი რჩევა მძღოლებისთვის, მანქანის მძღოლებისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ გზაზე? ორბორბალთან მიმართებაში მანქანის მძღოლებმა უნდა გაითავისონ და გაითვალისწინონ, რომ ყოველთვის უნდა ელოდონ ყოველი მხრიდან, იმიტომ რომ ყველა ერთი არ არის რა, ორი ბორბალის მძღოლი. შეიძლება ერთი იქედან გამოვიდეს, შეიძლება მეორე აქედან გამოვიდეს. ესეც მოსაგვარებელია, ესეც ძალიან დიდი პრობლემა არის ჩვენს ქალაქში, მაგრამ მანქანის მძღოლების თუ დაეხმარება მათ, რომ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ, ეგეც კაი იქნება და ვისაც შესაძლებლობა აქვს და სურვილი აქვს და თუ გადმოჯდება ორბორბალზე, ეგ უფრო კაი რამე იქნება. ნიკა, საშუალოდ რამდენ დროს ხარჯავ საცობებში? საცობებში დღის განმავლობაში დაახლოებით 1 საათს ხარჯავ. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი თბილისის მასშტაბით
საცობები არ გვაკლია. და თქვენი აზრით რა არის საცობების გამომწვევი მთავარი მიზეზი? საცობების გამომწვევი მიზეზი შეიძლება ვერნაირი იყოს. ის რომ პარკირების ადგილები არ არის. ის რომ არასწორი მოძრაობის წესები და ზოლები არის. ის ძღოლებიც რომელებაც ადაპტირებულები არ არიან თბილისის ქუჩებში მოძრაობასთან დაკავშირებით. და დღეს რომელ მონაკვეთშია ხშირ შემთხვევაში საცობები? ანუ რომელ საათზე? საცობები საერთოდ თბილისში ყოველთვის არის და ყოველ საათზე, მაგრამ განსაკუთრებით საცობები იწყება 5 საათიდან და არის კიდე დილით 9-დან 11-მდე. მაგრამ როგორც საცობები ყველგან არის თბილისში, მაგრამ დამოკიდებულია დროზე. ნიკა, რამდენად ეთანხმებით თბილისში ახალი გზებისა და ხიდეების აშენებას, რადგანაც შემსუბუქდეს საცობი? თქვენი აზრით არის თუ არა ეს საცობის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა? რა თქმა უნდა, თბილისში მოძრაობის წესები მნიშვნელოვნად არის დარღვეული. თბილისში, სადაც ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა რო ავიღოთ და გავითვალისწინოთ თბილისის მასშტაბი, ჩვეულებრივ შეიძლება გზების ისე გადანაწილება, რომ მოსახლეობა არ შეწუხდეს საცობებიდან გამომდინარე მიღებული დისკომფორტი. ამიტომ ეს მთავარი პრობლემაა ჩემი აზრით. ის რომ გზები არ არის სწორედ განაწილებული თბილისში. და ამის მოგვარებით ჩემი აზრით საცობები მკვეთრად შემცირდება. რამდენად ხშირად იყენებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს? საზოგადოებრივ ტრანსპორტს ძალიან იშვიათად ფაქტობრივად არ ვიყენებ. იმის გამო, რომ ძალიან დიდი დისკომფორტია როგორც საცობები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თბილისში. რიგი პრობლემების გამო შეიძლება ეს რიგი პრობლემები ინდივიდუალურია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი დისკომფორტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ამა თუ იმ წერტილში მისასვლელად.